თავარი თემა და შეკითხვა არ არის უნდა ვაჩვენოთ თუ არა საჩუქარი პედაგოგს. თავარი არის რატომ ვაკეთებთ ამას და როგორ ვაკეთებთ. გამარჯობა, ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ სანამ თქვენი შვილის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. მე ვარ მეგი კავთუაშვილი, პოდკასტის ავტორი და თუ თქვენს ჩემსავით გაინტერესებთ სასკოლო განათლების საკითხები, გირჩევთ რომ გამოიწეროთ ეს არხი და ისე განაგრძოთ მოსმენა. უამრავ საინტერესოს მოისმენთ ამ არხზე და მეც დამეხმარებით, რომ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინო ხმა. დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელსაც ალბათ სხვადასხვანაირი გამოხმაურება მოჰყვება, იმიტომ რომ საკმაოდ სენსიტიურია ეს საკითხი, ეს არის პედაგოგებისთვის საჩუქრების თემა, რაც მაისში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ხოლმე, იმიტომ რომ თითქმის ყველა კლასში ჩნდება ადამიანი, რომელიც კლასის მშობლების ჩატში წერს, რა ვქნათ გოგოებო, მასწავლებელს უსაჩუქროდ ხომ არ დავტოვებთ. ვიდრე ძირითად თემაზე გადავალთ, მინდა მადლობა გადავუხადო Full Frames Production Studios იმისთვის, რომ ზრუნავს ჩემი ვიდეოს ტექნიკურ გამართულობაზე. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მშობლების პოდკასტის წარმდგენს, ჭკვიანი მოწყობილობების ვებპორტალს My Comfort Home, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ თანამედროვე smart პროდუქცია და მიიღოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება 1 წლიან გარანტიასთან ერთად. საჩუქრებზე საუბარი ერთი უცნაური ისტორიის გაზიარებით უნდა დავიწყო, რომელიც სულ ახლახანს მოხდა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. მათემატიკის მასწავლებლით უკმაყოფილო მშობლები სკოლაში მივიდნენ, მთელი კლასის მშობლებზეა საუბარი და წარუდგინეს თავიანთი პრეტენზია პედაგოგს, რომელიც თან დამრიგებელია ამ კლასის. უთხრეს, რომ ნახევარზე მეტმა ბავშვებმა მათემატიკა არ იცოდნენ და გარდა ამისა კიდევ უარეს იმდენად ეშინოდათ ბავშვებს პედაგოგის, რომ რეპეტიტორთან მასწავლი და მიღებული ცოდნის გამოვლენასაც კი ვერ ახერხებდნენ, მუცელist ტკივდებოდათ, მე ამის მერე პედაგოგი საპირფარეშოში არ უშვებდათ და მოკლედ რა ვიცი, ბევრი და ესეთი მძიმე მოსასმენი იყო მშობლებისგან ეს ამბავი, როცა მოვისმინე. როგორც მოსალოდნელი იყო პედაგოგი იქით დარჩა უკმაყოფილო მშობლების პრეტენზიით და ისე დაიშალნენ, ისე დამთავრდა ეს კრება პედაგოგთან შეხვედრა, რომ ვერაფერი ვერ მოგვარდა, მაგრამ მთავარი ამბავი იწყება მერე. მშობლები ერთი ოთახიდან გამოვიდნენ, მეორე საკლასო ოთახში შევიდნენ და დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რა თანხა ეგროვებინათ და რა საჩუქარი ეჩუქებინათ იმ მასწავლებლისთვის, რომელთანაც აი ამდენი პრეტენზია ჰქონდათ, რაც მე ახლა ჩამოვთვალე. პარადოქსია, მაგრამ მშობლები მაშინაც კი ასაჩუქრებენ პედაგოგს, როდესაც მისი მუშაობით უკმაყოფილონი არიან. მასწავლებლისთვის კოლექტიური საჩუქრის ჩუქება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სოციალური ნორმაა საქართველოში და წელიწადში ეს რამდენჯერმე ხდება, მაგალითად მასწავლებლის დაბადების დღეზე, ახალ წელს, 8 მარტს და წლის ბოლოს. მშობლები ცალკე ჩათებსაც კი ქმნიან იმისთვის, რომ მოილაპარაკონ, რა უყიდონ ამ მასწავლებელს. ეს ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ მშობლებს შორის დაპირისპირებაც კი ხდება და კონფლიქტამდეც მიდიან. აი 8 მარტის პერიოდშიც მომწერა მეგობარმა, რომ დაპირისპირება მომევიდა ჩემი შვილის თანაკლასელების მშობლებთან იმის გამო, რომ შევეცადე ამეხსნა, რომ წელიწადში რამდენჯერმე ამის გაკეთება არ არის ეთიკური და შეიძლება მასწავლებელსაც კი უხერხულობას ვოქმნითო. თუმცა ამაზე უპასუხეს, რომ შენ ხარ უმადური მშობელი, შენ არ იმსახურებ, რომ აი ესე გადაყოლილია ჩვენ შვილებზე ეს ადამიანი და იქით გამოიყვანეს ცუდი. სამწუხაროდ იმდენად არაპოპულარულია წინააღმდეგობის გაწევა, რომ ძალიან ბევრი მშობელი ამჯობინებს, რომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, როგორც არის ხოლმე, კი არ გამოხატოს საკუთარი აზრი, არამედ მხარი დაუჭიროს აუბას და არ გამოეყოს უმრავლესობას. ცალკეული მშობლების მხრიდან ასეთი ტიპის ინიციატივას, რა თქმა უნდა, მომხრეები წყავს და მოწინააღმდეგეებიც. ზოგ მშობელს მეტი ემეტება, ზოგს ნაკლები, ზოგი ხელმოკლეა, ზოგი მრავალშვილიანი ოჯახის მშობელია და აი ამ გადატვირთულ პერიოდში, უბრალოდ როგორიც არის მაგალითად 8 მარტი ან წლის ბოლო, ხო, როცა ექსკურსიებიც ემატება და სხვა უამრავი ხარჯია, ვეღარ აუდის ხარჯებს და ამიტომ ურჩევნია, რომ ეს ინიციატივა არ წამოაყენონ, მაგრამ თუ წამოაყენებს ვინმე, თავს ვალდებულად თვლის, რომ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. მართალია პროცესი ნებაყოფლობითია, მაგრამ სოციალური ზეწოლა მაინც არსებობს. შედეგად კოლექტიურ თანხის აგროვებაში ის მშობლებიც მონაწილეობენ, ვისაც ამის სურვილი ან შესაძლებლობა არ აქვს. საჩუქრის გაკეთება თავისთავად პრობლემა არ არის, მაგრამ ის უნდა დარჩეს სიმბოლურ ფორმაში, იმისთვის, რომ არც მშობლები აღმოჩნდნენ სოციალური ზეწოლის ქვეშ და არც მასწავლებელი ეთიკური დილემის წინაშე.
და კი, მასწავლებელი დგება ეთიკური დილემის წინაშე, როდესაც მას განსაკუთრებით ძვირადღირებულ საჩუქარს თავაზობენ მშობლები. ის იწყებს ფიქრს, როგორ იქნება ეს აღქმული ადმინისტრაციის მხრიდან, ან თავად მშობლები რა მოლოდინით აკეთებენ ამას. ხომ არ აქვთ მოლოდინი, რომ მაგალითად ინიციატორი მშობლების შვილებს გამოარჩევენ პოზიტიური ნიშნით, რა თქმა უნდა, და მათი ფავორიტები გახდებიან. და აი პრობლემა ზუსტად აქ იწყება, როცა ეს ერთი შეხედვით ძალიან კეთილშობილური აქტი დამახინჯებულ ფორმას იღებს. მე არაერთი ისტორია მომისმენია, როცა მასწავლებელმა მშობელს სთხოვა, რომ აღარ აეგროვებინათ საჩუქრისთვის ფული, თუმცა მშობლები არ გაჩერდნენ. ისიც მომისმენია, რომ დირექტორი შეეცადა ეს საკითხი დაერეგულირებინა, მაგრამ მარტო მშობლები კი არ დაუპირისპირდნენ, მასწავლებლების კოლექტივიც დაუპირისპირდა. ისიც მსმენია და ალბათ თქვენც, რომ მშობლები სიას აკეთებენ, ვინ რა თანხა დადო ამა თუ იმ საჩუქრის შესაძენად და ასევე ისიც გამიგია, რომ მასწავლებელმა დაიწუნაო ეს საჩუქარი და უკან გამოგვატანაო. მოკლედ ეს ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ მიფიქრია, რომ თუ კი რამე იმსახურებს, რომ არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მივანიჭოთ, აი სასკოლო საჩუქრების თემა ნამდვილად იმსახურებს, რომ ეს სტატუსი ჰქონდეს. მოდით შევხედოთ, რას ამბობს კანონმდებლობა, ეს ალბათ ბევრ ადამიანს დაინტერესებს, სხვათა შორის ბევრ მშობელს გონია, რომ კანონით აკრძალულია მასწავლებლისთვის საჩუქრის ჩუქება და ჩუმად აკეთებენ ხოლმე ამას, ანუ განა არ აკეთებენ, იმიტომ რომ ესე გონიათ, არა აკეთებენ მაინც, უბრალოდ ჩუმად და საკმარისია რომელიმე ერთმა ან Facebook-ზე დაწეროს და ან უბრალოდ ეს ღია წინააღმდეგობა გამოხატოს, რომ აპოკალიფსი ხდება და იწყება იმ მშობლისკენ თითის გაშვერა, რომ აი შენ მასწავლებელს პრობლემებს უქმნი, კი მაგრამ თუ ესეთი საჩუმათო და ცუდი საქციელია, მაშინ რატო ვაკეთებთ საერთოდ და თუ არ არის ცუდი საქციელი, მაშინ თქვას ამ ადამიანმაც რა პრობლემაა, ხო? მაგრამ ნუ მოდი ამას თავი დავენებოთ, ჩემი ინტერპრეტაციები მაქსიმალურად მინდა რომ შევზღუდო და მინდა გითხრათ რა წერია კანონში. ვიცოდი ისედაც, მაგრამ მაინც ჩავხედე, უბრალოდ მე არ ვარ იურისტი და თუ რაიმე მეშლება გთხოვთ, რომ კომენტარებში მიმითითოთ კონკრეტული კანონის კონკრეტული მუხლი, რომლითაც აკრძალული არის პედაგოგისთვის საჩუქრის ჩუქება, მე ესეთი ვერ ვნახე. ახლა გეტყვით რა კანონებს ჩავხედე. პირველი ეს არის საჯარო მოხელის შესახებ კანონი, საჯარო მოხელეებს ნამდვილად ეკრძალებათ ძვირადღირებული საჩუქრების აღება, მაგრამ მასწავლებელი საჯარო მოხელე არ არის შესაბამისად, მას ეს კანონი ვერ მიესადაგება. მეორე კანონი, ეს არის ზოგადი განათლების შესახებ კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ სკოლამ თავიდან უნდა აერიდოს თანხების გამოძალვა, ფინანსური რესურსის გამოძალვა სასკოლო საზოგადოებისგან, მათ შორის ოჯახებიდან, ხო, მშობლებიდან. მაგრამ გამოძალვა არ არის, ეს არის სრულიად ნებაყოფლობითი მშობლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ ვერც ზოგადი განათლების შესახებ კანონი ამას ვერ მიესადაგება. ყველაზე უფრო მკაფიოდ ეს საკითხი დარეგულირებულია მასწავლებლის ეთიკის კოდექსით, თუმცა მაინც ბუნდოვანია. აქ ორი მნიშვნელოვანი ჩანაწერია. ნახეთ, მინდა რომ წაგიკითხოთ, ესე იგი, პირველი არის მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისთვის და მეორე არის მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ განურჩევლად რაღაც სხვადასხვა ნიშნებისა, მათ შორის ქონებრივი მდგომარეობისა. აი, პირველ ჩანაწერს რომ დავუბრუნდეთ, ესე იგი, ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისთვის არ იყენებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ინსტიტუციური პრივილეგია არის ისიც, რომ რაღაცა ვთქვათ, ძვირადღირებული საჩუქარი მიიღოს მშობლებისგან, ხო, იმის გამო, რომ პედაგოგი არის. მაგრამ, ანუ აი, რა იგულისხმება ამ პრივილეგიაში? იურისტები ამას ალბათ უკეთესად განსაზღვრავენ და გაშიფრავენ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით უნდა იყოს აუცილებლად გაშიფრული, რა ითვლება პრივილეგიად. მაგალითად, ყვავილების აღებაც პრივილეგია არის, თქვათ, შოკოლადის ან ტკბილეულის ან ხელნაკეთი ნივთების მიღებაც პრივილეგია არის. ანუ სად გადის ზღვარი, ეს არ არის დადგენილი და აი რის შემდეგ ითვლება, რომ უკვე ვთქვათ პრივილეგია და არ შეიძლება, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის სწორედ ბუნდოვანი. ანუ საჩუქარი პირდაპირ არც არის, ხო? ახლა მე რაც წავიკითხე იმ ორ ჩანაწერში და არც საერთოდ იმაში მასწავლებლის ეთიკის კოდექსში ესეთი ჩანაწერი სიტყვა, ვთქვათ, საჩუქარი არ არსებობს. რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ განურჩევლად სხვადასხვა ნიშნებისა და მათ შორის ქონებრივი მდგომარეობისა. თუ მასწავლებელი ესე იგი ზრუნავს თანაბრად, თანასწორად ეპყრობა ყველას, არ არჩევს მოსწავლეებს, არ მანიპულირებს ნიშნებით, ქულებით და იმის მიხედვით არ ზრუნავს ვისმა მშობელმა რა აჩუქა, მაშინ რას ვერჩით, ხო, შეუძლია რომ მიიღოს კიდეც ეს საჩუქარი.
ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვარ იურისტი, თუმცა შემიძლია წაკითხვა და აზრის გამოტანა, დარწმუნებული ვარ თქვენს თუ ჩახედავთ, მიხვდებით, რომ არც სიტყვა საჩუქარია სადმე ნახსენები და არც პირდაპირ აკრძალვა არ არის. არც კანონებში მასწავლებლის მიმართ და არც მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსში. გვრჩება სკოლის შინაგანაწესი. რამდენიმე ათეული სკოლის შინაგანაწესი მაქვს ნანახი, არც ერთგან არ არის დარეგულირებული საჩუქრების საკითხი. მხოლოდ რამდენიმე კერძო სკოლა შემიძლია დავასახელოს, სადაც განსაზღვრული არის საჩუქრის ზედა ზღვარი, საჩუქრის ღირებულების ზედა ზღვარი. დანარჩენი არსად არც სკოლის შინაგანაწესებში მე ასეთი ჩანაწერი, რაიმე ამკრძალავი, რომ პედაგოგი არის შეზღუდული საჩუქრის მიღებაში, არ მინახავს. თუ სკოლას უნდა რომ დაარეგულიროს ეს საკითხი, მარტივია ამის გაკეთება ძალიან შეუძლიათ, რომ შინაგანაწესში შეიტანონ ცვლილება, აკრძალონ ფულადი საჩუქრები, წაახალისონ არამატერიალური საჩუქრები და რაც მთავარია განსაზღვრონ, რისი მიღება შეუძლია პედაგოგს და რისი არა. გულწრფელად რომ თქვა, მე და ჩემს შვილებს არაერთხელ გაგვიკეთებია პედაგოგისთვის სიმბოლური საჩუქრები. ეს ყოფილა ყვავილები, ყოფილა ხელნაკეთი ტკბილეული, ჩურჩხელები მაგალითად, ყოფილა მადლიერების წერილი, საჯარო მადლობაც გადაგვიხდია და ბევრი გვიფიქრია იმაზე, რა ფორმით და რა სიტყვებით გამოგვეხატა ჩვენი მადლიერება, იმიტომ რომ ჩემი აზრით, ახლა მესმის რომ ეს შეიძლება არ იყოს ყველასთვის მისაღები, მაგრამ საჩუქარს მხოლოდ მატერიალური დატვირთვა არ აქვს. მთავარი არის, რომ ეს არის გადამდები ემოცია და როდესაც შენ ადამიანის მადლიერი ხარ, ამაში მთელი გული უნდა ჩააქვსო. რეგულარულად ესე თანხების ჩამოსვლა იმისთვის, რომ ვინმეს პატივი უცეთ, ეს ჩემს მადლიერებას პირადად რო გითხრათ არ გამოხატავს. ამიტომ მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ასეთ ინიციატივებს მხარი არ დავუჭირო და დავაფიქსირო აზრი, რომ არც მომწონს და თან უხერხულობასაც კი მიქმნის თუ ჩემს ირგვლივ ასეთი რამ ხდება. ყველაზე უფრო მძიმე, რაც ჩემი აზრით ამ პროცესს ახასიათებს, ეს არის, რომ ბავშვისგან განცალკევებით ხდება ეს ყველაფერი. ანუ ბავშვის მოსწავლე საერთოდ არ მონაწილეობს ამ პროცესში, ეს არის სრულიად დედების, მშობლების ინიციატივა და საერთოდ ბავშვი დაკარგულია აქედან და აი ეს არის მთავარი შეცდომა ჩემი აზრით, იმიტომ რომ როდესაც მე ჩემი შვილის მასწავლებელს ჩუქნი საჩუქარს, ბავშვი უნდა იყოს ინფორმირებული, უნდა იყოს თანახმა და უნდა იყოს მონაწილე ამ პროცესის და ამით ის ისწავლის, რომ ადამიანი, რომელიც უყვარს, შეიძლება გაახაროს ხოლმე, იზრუნოს იმაზე, იფიქროს იმაზე, რითი გაახაროს, როგორ გაახაროს, შეიძლება თვითონაც მიიღოს მონაწილეობა, თვითონაც შექმნას რაიმე ისეთი, რაც პედაგოგს გაახარებს და ემოციას აჩუქებს და საჩუქარი უნდა იყოს ასეთი, მით უმეტეს მშობელსა და მასწავლებელს შორის, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ასეთი ფორმა მადლიერების გამოხატვის არის ბევრად უფრო მისაღები. ახლა მინდა რომ გაგაცნოთ, როგორ არეგულირებენ სხვა ქვეყნები მასწავლებლებისთვის საჩუქრების ჩუქების თემატიკას. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ საქართველოში გავრცელებული ტრადიციაა. მოდით დავიწყოთ ბრიტანეთით და შემდეგ გადავიდეთ სხვა ქვეყნებზე. ბრიტანეთში სასკოლო საჩუქრების თემატიკა პოლიტიკით არის რეგულირებული, სასკოლო პოლიტიკას გულისხმობ, შიდა სასკოლო დოკუმენტებში ოფიციალურად წერია, რა თანხის რა ღირებულების საჩუქრის მიღება შეუძლია მასწავლებელს. უმეტესად შეხვდებით ასეთ ჩანაწერს, რომ ერთი მოსწავლისგან მთელი წლის განმავლობაში $50 ღირებულების საჩუქრის მიღება არის ლეგალური. ხოლო მთელი კლასისგან, როცა კოლექტიურ საჩუქარს ეხება, $150. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს ერთ ჯერზე, ეს არის მთელი წლის ლიმიტი, ანუ წლიური ლიმიტი არის ინდივიდუალურ შემთხვევაში $50 და ამერიკაშიც ესე არის ბევრ სკოლაში და ბრიტანეთში და $150 არის კლასისგან კოლექტიური საჩუქარი, ოღონდ ერთი წლის განმავლობაში. ზოგადად ბრიტანეთში თვლიან, რომ მასწავლებელმა არ უნდა მიიღოს საჩუქრები იმ ადამიანებისგან, ვის მიმართაც მას აქვს ვალდებულებები და ეკისრება პასუხისმგებლობები. და ასევე იმ ადამიანების ოჯახებისგან, ვისზეც მისი გადაწყვეტილებები ახდენს გავლენას. ითვლება, რომ ამან შეიძლება საზოგადოებაში ეჭვი და უნდობლობა გააჩინოს და მიკერძოება ან ფავორიტიზმი გამოიწვიოს. ბრიტანეთის მსგავსად, ბევრი ქვეყანა
არეგულირებს მასწავლებლებისთვის საჩუქრების ჩუქებას წინასწარ განსაზღვრული ეთიკური წესებით. ამერიკაში ხო ბევრი საკითხის მიმართ არის მრავალფეროვანი დამოკიდებულება, მაგრამ რაც შეეხება მასწავლებლებს და საჩუქრებს, ერთმნიშვნელოვნად არის დარეგულირებული. უბრალოდ ზოგ სკოლაში ძალიან მკაცრია პოლიტიკა და ზოგში ნაკლებად. ერთ-ერთ სასკოლო ოლქში დირექციამ პირდაპირ გამოაცხადა, რომ მასწავლებლებისთვის ძვირადღირებული საჩუქრების ჩუქება იყო აკრძალული, იმიტომ რომ ეს მშობლებს შორის ფინანსურ წნეხს და კონკურენციას ზრდიდა, რაც საბოლოო ჯამში სასკოლო კლიმატს აუარესებდა. ესტონეთის განათლების სისტემაში არსებობს მკაფიო პრინციპი, სკოლა უნდა იყოს სრულიად უფასო. ამიტომ ესტონეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად მოუწოდა სკოლებს, რომ შეზღუდონ მშობლებს შორის თანხის აგროვება, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება უფასო სკოლის პრინციპს. შესაბამისად, კოლექტიური საჩუქრების ტრადიცია ესტონეთში არ არსებობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესტონელი მშობლები პედაგოგების მიმართ მადლიერებას არ გამოხატავენ. ძალიან საინტერესო და კულტურული ფორმა აქვს და ლამაზი სახე აქვს ამ მადლიერებას და ამაზე მინდა რომ ორი სიტყვით გითხრათ, მასწავლებლის დღეზე უმეტესად ან სასწავლო წლის ბოლოს პედაგოგებისთვის მოსწავლეები ამზადებენ პოეზიის საღამოებს, წერენ სიმღერებს, დგავენ თეატრალურ წარმოდგენებს და ასე გამოხატავენ მადლობას. ასევე შეუძლიათ აჩუქონ მისალოცი ბარათები, აჩუქონ პატარა ზომის ტკბილეული ან ხელნაკეთი ნივთები. დაახლოებით ასეთი სისტემა მოქმედებს ფინეთშიც, ქვეყანა რომელიც ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემის მქონე ქვეყნად, საერთოდ არ ცნობს ძვირადღირებულ საჩუქრებს, რომელიც შეიძლება მშობელმა აჩუქოს მასწავლებელს. უმეტესად აქაც მასწავლებლის დღეზე და სასწავლო წლის ბოლოს არის მადლიერების გამოხატვის მომენტი და აქაც ყვავილებით, პატარა ხელნაკეთი ნივთებით ან მისალოცი ბარათებით გამოხატავენ მადლობას მოსწავლეები და მშობლები. ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც გადავხედოთ, თურქეთს აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და ღრმა აკადემიური გამოცდილება სხვა ქვეყნებთან შედარებით. 2021 წელს სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ჩატარდა ანკარას უნივერსიტეტში. გამოიკითხნენ მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები და კვლევის საგანი იყო ახდენდა თუ არა გავლენას პედაგოგის ობიექტურობაზე მიღებული საჩუქრები. როგორც ჩანს, თურქეთში ეს ტრადიცია არის ისეთივე ძლიერი, როგორიც საქართველოში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მიღებული საჩუქრები თურქ მასწავლებლებს ხელს უშლიდათ, რომ თანასწორად მოპყრობოდნენ და ობიექტურები ყოფილიყვნენ მოსწავლეებთან. ამის შემდეგ კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. ამ შემთხვევაში მონაცემების მოგროვების გარდა ქცევითი ექსპერიმენტებიც ჩაატარეს მკვლევრებმა და კიდევ უფრო გამყარდა ის აზრი, რაც პირველმა კვლევამ აჩვენა. დადგინდა, რომ როდესაც საჩუქრები მოდის მოსწავლეებისგან ან მათი მშობლებისგან, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტები და იზრდება ფავორიტიზმის რისკები. კვლევის შედეგად გაიცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც სკოლამ უნდა უზრუნველყოს. პროცესი უნდა იყოს პირველ რიგში გამჭვირვალე, უნდა არსებობდეს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული წესები და უნდა იყოს გათვალისწინებული კონტექსტი. რაც შეეხება ჩინეთს, აქ გვაქვს ძალიან საინტერესო მაგალითები. ჩინურ კულტურაში მასწავლებლის პატივისცემა ძალიან დიდი ხნის ტრადიციაა. წლების განმავლობაში ნორმად ითვლებოდა, რომ მოსწავლეთა მშობლები ფულსაც კი აძლევდნენ მასწავლებლებს იმისთვის, რომ მათ შვილებს პედაგოგი უკეთ მოქცეოდა. ძალიან მიღებული პრაქტიკა იყო ასევე, როგორც ვთქვით, ფული, წითელი კონვერტით, რატომღაც ესე ჩუქნიდნენ ხოლმე, ასევე უფინანსებდნენ რესტორანში ვახშამს და მოგზაურობას. ბევრი მშობელი ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მასწავლებელს მეტი ყურადღება დაეთმო მისი შვილისთვის. ამ პროცესებს მედიაში მუდამ სდევდა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა მადლობის ტრადიცია სოციალურ ზეწოლად და კონკურენციად მშობლებს შორის. ერთ-ერთი განხმაურებული შემთხვევა იყო, როდესაც მასწავლებელმა გააკრიტიკა მოსწავლეები იმის გამო, რომ მშობლებმა მას მასწავლებლის დღეზე საჩუქარი არ აჩუქეს. ბავშვებმა ეს ვიდეო ჩაიწერეს, სოციალურ ქსელში ატვირთეს, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საბოლოოდ ეს მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლეს. კიდევ მეორე შემთხვევაც იყო, ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, გოგონა გუჩის ჩანთებით მივიდა სკოლაში, იყო მასწავლებლის დღე. ეს აღქმული იყო როგორც ქრთამი, გუჩის ჩანთების ფასიდან გამომდინარე და ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საბოლოო ჯამში მთავრობამ შეიმუშავა ძალიან მკაცრი პოლიტიკა,
შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი და ცხელი ხაზი იმისთვის, რომ მიიღოთ საჩივრები და პირდაპირ დაიწყოს ესეთი კამპანია არ აჩუქო მასწავლებელს საჩუქარი და ეს მასწავლებლის დღე, რომელიც მიჩნეული იყო ყველაზე აქტიურ პერიოდად საჩუქრების ჩუქებისთვის, ზოგიერთმა მასწავლებელმა და სკოლამ გამოიყენა იმისთვის, რომ საჯარო პირობა დაედოთ, რომ არასდროს მშობლებისგან საჩუქარს აღარ აიღებდნენ. 2014 წელს ჩინეთის განათლების სამინისტრომ მიიღო მკაფიო რეზოლუცია, რომლითაც საერთოდ აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საჩუქრის ჩუქება მასწავლებლისთვის. მოკლედ, როგორც ხედავთ, ჩინეთში ყველაზე მკაცრად არის დარეგულირებული ეს საკითხები. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი დღესდღეობით როგორ არის, ისევ მოქმედებს თუ არა ეს წესები, თუმცა როგორც მედია იტყობინება და როგორც კვლევები ცხადყოფს, დიდი საჩუქრები, როგორც არის ძვირადღირებული ვახშმები თუ მოგზაურობა თუ ფული წითელი კონვერტით, რაც აქამდე იყო მისაღები, დღესდღეობით აღარ ხდება. არ მგონია, რომ მაინც და მაინც ჩინეთის მაგალითი უნდა გადმოვიღოთ და მკაცრი სასჯელები დავაწესოთ, თუ ჩემს არჩევანზე იქნებოდა საქმე. მე მაგალითად მირჩევნია, რომ მშობლებმა რაღაც ღონისძიება ჩავატაროთ, მაგალითად საშობაო ბაზრობა, როგორც ამას ამერიკის ზოგიერთ სკოლაში აკეთებენ, ფინანსები მოვიძიოთ, ან crowdfunding-ის კამპანია ჩავატაროთ, შემდეგ სასკოლო რესურსები ვიყიდოთ და სკოლას შევწიროთ კონკრეტული მასწავლებლის სახელზე. როგორც ამას ზოგიერთ ამერიკულ სკოლაში აკეთებენ და მიღებული ეს და ითვლება, რომ ეს არის პედაგოგის პატივისცემა, როდესაც კონკრეტულ სკოლაში მისი სახელობის წიგნადი ფონდი არსებობს, ბიბლიოთეკა არსებობს, ან სხვა სასკოლო რესურსები, ხო, სპორტდარბაზი იქნება თუ რა. ანუ ითვლება, რომ თუ მშობლებმა ეს გააკეთეს და ამას მასწავლებლის სახელი დაარქვეს, ეს მის რეპუტაციას ზრდის და კარგად გამოხატავს, ასე ვთქვათ, მშობლების მადლიერებას და პედაგოგის შრომის დაფასებას მშობლების მხრიდან. მაგრამ საქართველოში რატომღაც არ არის მოდური საზოგადოებრივი საქმეების კეთება მშობლების ხელით. აქ უფრო რა ძვირადღირებული სამკაული ან მხატვრის სტილო შეიძლება აჩუქონ პედაგოგს ან ქვაბების და აფების ნაკრები, ეს უფრო ითვლება მისაღებად, ან სულად სასაჩუქრე ვაუჩერი, ან ფული კონვერტით, მაგრამ ისე, რომ არავინ არ უნდა გაიგოს, ანუ ამაზე საუბარი მკაცრად იკრძალება. და ყველაზე ცუდი ფორმა ზუსტად ეს არის, რომ რაც ვაკეთებთ იმას, რაც გვგონია, რომ არ არის ლეგალური, მაგრამ მაინც ვაკეთებთ და რაც თავარია, ამაზე დუმს სისტემაც, არც კანონმდებლობა არსებობს, რომელიც ამას არეგულირებს, არც ცენტრალურ დონეზე და არც სკოლის დონეზე. სისტემა არის ჩუმად, მაგრამ თუ კი მოუნდება, რომ რომელიმე მასწავლებელი დასაჯოს და გააშაოს, მაშინვე ამოქმედდება, რისი მაგალითიც ჩვენ სწორედ ახლახანს გვქონდა ქუთაისის ერთ-ერთი სკოლიდან ძალიან დამსახურებული და სახელოვანი პედაგოგი გაათავისუფლა დირექტორმა იმის გამო, რომ მან მიიღო საჩუქრად მე-12 კლასის დასრულების შემდეგ ბანკეტზე იტალიაში მოგზაურობის საგზური კლასისგან. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა უკვე დასრულებული იყო, ნიშნები, ქულები დაწერილი იყო და ეს ადამიანი ვერანაირ გავლენას კლასზე ვეღარ მოახდენდა, დირექტორმა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და ადამიანი გაუშვა სამსახურიდან. და აი ზუსტად დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ეს პედაგოგი და დაადგინა, რომ სკოლამ უნდა აღადგინოს ის სამსახურში, თანაც დაუყოვნებლივ და აუნაზღაუროს განაცდური. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ თუ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ეს არის უკანონო, მაშინ ამის მარეგულირებელი ჩარჩო უნდა არსებობდეს, ისევ და ისევ ვიძახი, ან ცენტრალიზებულად, ან კიდევ უკეთესი თუ სკოლები ამას თვითონ დაარეგულირებენ, როცა ამ ყველაფერზე ჩუმად არის სახელმწიფო, მაგრამ იმ დროს აქტიურდება, როდესაც ამას თვითონ ჩათვლის საჭიროდ, როდესაც ეს მას მოუნდება საჭიროდ, აი ეს ბევრ უხერხულობას ქმნის და რაც ყველაზე ცუდია, შიში და სირცხვილის შიში ამყოფებს, ასე ვთქვათ, მშობელსაც და მასწავლებელსაც და რასაკვირველია, ეს არ არის ნორმა და არ შეიძლება, რომ ამაზე არ ვისაუბროთ. მესმის, რომ ეს შეიძლება არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი, არ იყოს ბევრი დელიკატური საკითხი არა, როდესაც ეს უკავშირდება 60,000 მასწავლებელს, ხო, რომელსაც დიდი ალბათობით არ ესიამოვნება, რომ ამაზე მიდის საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ სიღრმეებში ჩავალთ და ჩავიხედავთ რა ხდება
ჩვენ სისტემაში, როგორი რეალობა გვაქვს, რას აკეთებენ მშობლები, რას აკეთებენ მასწავლებელი, რა შეუძლია რომ გააკეთოს სკოლამ. მე მგონია რომ შეგვიძლია რომ უკეთეს გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, ისე რომ მადლიერებაც გამოვხატოთ საყვარელი პედაგოგების მიმართ და არც საჩუმათო საქმე არ იყოს ეს. პირიქით, ეს არის ძალიან კეთილშობილური საქმე და ისეთი ფორმით არ უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იყოს დასამალი, თორემ მადლიერების გამოხატვა ძალიან ადამიანურია, ძალიან კეთილშობილურია და რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არც ერთი ნორმალური ადამიანი არ არის. მიხვდებოდით, რომ ჩემი პოდკასტის მთავარი თემა და შეკითხვა არ არის უნდა ვაჩუქოთ თუ არა საჩუქარი პედაგოგს. მთავარი არის რატომ ვაკეთებთ ამას და როგორ ვაკეთებთ. თუ ეს არის გულწრფელი მადლიერება, თავისუფალი არჩევანი და პატარა სიმბოლური ჟესტი, მაშინ ეს მისაღებია. მაგრამ როცა ეს ხდება კოლექტიური ვალდებულება, სოციალური ზეწოლა ან სტატუსის დემონსტრირება, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა. და არა მხოლოდ სკოლის, მშობლებმაც რაღაც უნდა გავაკეთოთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ სკოლა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობენ თავისუფალ აზროვნებას, ინდივიდუალური აზრის გამოთქმას, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ ამის მაგალითები, იმიტომ რომ ბავშვები არ სწავლობენ იმითი, რასაც ჩვენ ვარიგებთ. ისინი დაკვირვებით სწავლობენ, ხედავენ და ისე იქცევიან, როგორც ჩვენ ვიქცევით. ამიტომ თუ ვთვლით, რომ რაღაც არის ისეთი, რასაც უნდა შევეწინააღმდეგოთ, შეიძლება ბევრი უხერხულობა იყოს, ნამდვილად ამას ვერ გეტყვით, რომ არ იქნება, მაგრამ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ინიციატივა და ის, რაც არ მოგწონს, ბრმად მხარი არ უნდა დავუჭიროთ. ველოდები თქვენს მოსაზრებებს კომენტარებში, იმედი მაქვს, რომ ბევრი კომენტარი იქნება, იმიტომ რომ ეს არის თემა, რაზეც ძალიან მაღალი ემოციური ჩართულობა არის ხოლმე და მე ვისურვებდი, რომ ჯანსაღი დისკუსია გქონდეს ამ თემაზე. აუცილებლად გამოიწერეთ YouTube არხი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.